კი, მე ვფიქრობ, რომ დღეს საერთოდ არ გაგიშვებთ. და დაგიტოვებთ. ესე იგი, 4 დედმამიშვილი ხართ, ხო? სანამ გადავალთ კიდე სხვა ამბებზე. 4-ვე მღერით? დიახ. მთელი ოჯახი მღერით. სიმონეთიდან ავართ, სათემო უბნიდან, ესე ქვია ჩვენს უბანს, შუა სიმონეთია, პირდაპირ შუაგულის სიმონეთი. იქ დავიბადეთ, გავიზარდეთ, ჩვენი მშობლები მღეროდნენ, დედა, მამა ჩემი რაიონულ ანსამბლში მღეროდა გუნდში. სოფლიო მოიარეს კომუნისტების დროს, მამა ჩემის ანსამბლი, შესანიშნავი ანსამბლი იყო. და ბავშვობიდან გვზრდიდნენ ეს სიმღერით, ყოველ დღე მღეროდით ოჯახში. პატარაობიდანვე, ესე იგი დაიწყო თქვენი კარგად სწავლობდით. მერე ყოველ საღამოს დაგვსვამდნენ ეს ჩვენი მშობლები ბუხრის პირას რაღაცა ზამთარშიც ყოველთვის. ამიდგენია რომ სტუმრებიც ბევრი იქნებოდნენ. კი, ვინც კი ჩამოდიოდა თბილისიდან რაღაცა კულტურული ღონისძიებები რო იმართებოდა ხოლმე რაიონში, ყოველთვის ჩვენს ოჯახში მოყავდათ და დიდი სუფრა იშლებოდა და მოკლედ ისევე არ მომიდგენიათ თქვენთან გატარებული დრო ერთი სიამოვნება იქნება სუფრაზე მით უმეტეს. ორი დედმამიშვილი ჩვენთან არ არის ახლა ჩვენი ძმა და ჩვენი უფროსი და. ახლა დაშორებული ვარ ცოტა ტერიტორიულად უფროსი და სამტრედიაში. ჩემ ძმას კიდე რაღაც ძალიან დაკავებული იყო და ვერ მოვიდა დღეს ჩვენთან ერთად და. მოვიკითხოთ აქედან. დედა ჩემი მღერის, მამა უკვე ცოცხალი აღარ არის. დედა ჩემი ახლაც მღერის. მე მინდა რომ სრული შემადგენლობით 95 წლის. დიახ. მოვიკითხოთ. სიყვარულით და დიდი სიყვარულით მოვიკითხოთ და ოდის დაიწყეთ სიმღერა. აი პატარაობიდანვე მოხდა ეგ ამბავი, ხო? სიმღერა დავიწყოთ ცნობიერებაზე რომ მოვიდა. პირველად რომ გავახილეთ თვალები, დავინახეთ ქვეყანა და შევძელით რომ აღმოგვეღო ხმა, მე მაგალითად არ მახსოვს, ალბათ 3 წლის ვიყავი პირველად დედაჩემმა რომ მომღერა ჩემ დიდასთან ერთად საქართველოს ლამაზო. მიმღერეს სცენაზე. ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა. მართლაც აი ჩვენი ოჯახური ტრადიცია იყო. აი დაღლილი შრომატევადი დღის ბოლოს ყოველთვის გვამღერებდა დედაჩემი. ისი არასდროს არ გაგვიშვებდა დასაძინებლად. ხო და ჩვენც ასე რომ მოვიქცეთ, ხო არ გაგვიბრაზდება და კიდე ერთი ხო, იმიტომ რომ იმდენად კარგად გერთ, რომ მინდა რომ ეს გამოვიყენოთ სიმღერებში, დროთვე გადაგვრჩევთ. აი ეხლა რო სიმღერა ვიმღერეთ, კესარია არის ჩვენი წინაპრის ღვინეფაძის, მიხაკო ღვინეფაძის დაწერილი. დავაჟღეროთ, ნიშნულოვანია. ეს არის ძალიან გრძელი სიმღერა, ტექსტიც გვაქვს, მაგრამ ეხლა პოპურში ქონდა ესე ჩართული. ეს რომელია, რომ აი კესარია, ჩემის თანადაჩაგრული თურმე. გაინტერესებს. სადმე YouTube-ზე ვნახავთ მაგას, მაგ სრულ ტექსტს. არქივში იქნება ალბათ ძველი ჩანაწერი მამა ჩემის პაპის დროინდელი რაღაცა ძალიან ძველი რა 7 ძმები იყვნენ ღვინეფაძეები და ისინი სულ მღეროდნენ რადიოშიც გადიოდა მათი ნამღერი. ჩაწეროთ და უნდა ჩაწეროთ და YouTube-ზე იყოს ერთი რომ ვიცოდეთ. ახლა რასაც ვიმღერებთ. ხავთ ეხლა თორე გთხოვენ მაღლიდან რომ აი მე როგორ გვეჩხუბებიან პროდიუსერები რომ სიმღერა.